მოგესალმებით, ეთერშია წიგნი პოდკასტზე, მე კი მის წამყვანი ლევან კურცხალი ვარ. პოდკასტის პარტნიორია ლურჯი ოკეანე და რადიო ჯიპა. პოდკასტის მე-12 ეპიზოდში განვიხილავთ ჯორდან პეტერსონის წიგნს ცხოვრების 12 წესი ქაოსის ანტიდოტი. ასე ქვია ამ წიგნს, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა კანადელ ავტორს. ჯორდან პეტერსონი არის დოქტორი კლინიკურ ფსიქოლოგიაში, ასევე კლინიკური ფსიქოლოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. იყო ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი, საიდანაც ცნობილი მოვლენების გამო პროტესტის გამო წამოვიდა და ამ მოვლენებმა მისი პოპულარობა გაზარდა. მიზეზი კი მისი პოზიციით იყო უნივერსიტეტის მიერ აკადემიური საქმიანობის შეზღუდვა. ამის გარდა პეტერსონი არის ინტელექტუალური დისკუსიების აქტიური მონაწილე. აქვს ვიდეო ლექციები, ყავს YouTube-ზე მილიონობით მაყურებელი. და აქვს ასევე ძალიან საინტერესო ბევრი ინსპირაციული მონოლოგი, რითიც ის ძალიან პოპულარული გახდა. ამას გარდა მას აქვს თავისი პოდკასტი, The Jordan Peterson Podcast, სადაც ის მასპინძლობს მეცნიერებს, ფილოსოფოსებს და მწერლებს. და რამდენიმე თვის წინ დააფუძნა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა სახელწოდებით Peterson Academy. საკმაოდ საინტერესო ბექგრაუნდის მქონე ადამიანია. ჩვენთან ერთად არის ნიკოლოზ შურღაია. ძალიან საინტერესო ადამიანი, ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრი. 1994 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა არაერთი კომერციული ბანკის ხელმძღვანელ პოზიციას. EBRD ლონდონის წამყვანი ბანკირი, VTB ბანკის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რაბიტა ბანკ აზერბაიჯანული ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, პაშა ბანკის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ამჟამად კი სადაგის თავმჯდომარე. და ამ ყველაფერთან ერთად შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა ჯორდან პეტერსონის წიგნზე, რომელიც უფრო ფსიქოლოგიაზეა, რატომ ყავს ფინანსისტი. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ნიკოლოზი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც YouTube-ში დაიწყო ბიზნეს ლიტერატურაზე ბლოგების ჩაწერა 4 წლის წინ. მინდა რომ ამით დავიწყოთ. ნიკოლოზ, გამარჯობა ფილმში და მადლობა რომ ხართ ჩემი პოდკასტის სტუმარი. გამარჯობა ლევან, თქვენ მადლობა რომ დამპატიჟეთ თან საინტერესო თემაზე. სანამ გადავალთ წიგნის განხილვაზე, მინდა იქამდე კითხვა ფინანსური ბექგრაუნდიდან გამომდინარე, რატო გადაწყვიტეთ ბიზნეს ლიტერატურაზე ვიდეო ბლოგების ჩაწერა? რა მგიბიძიგათ ამისკენ? იმ პერიოდში ახალი დაბრუნებული ვიყავი საქართველოში და რაღაცა მინდოდა უკან დამებრუნებინა, ის სწავლა აღზრდა, რაც საქართველოში მივიღე, რამაც საერთაშორისო კარიერა მომცა სხვებისთვის გამეზიარებინა, ეს იყო მთავარი სტიმულატორი და ბუნებრივია ეს გამომდინარეობდა იმ სარგებლიდან, რაც მე შევიგრძენი კარგი წიგნების კითხვით და სხვებსაც მოუწოდებდი კარგი წიგნების, სასარგებლო წიგნების კითხვას და ეს წიგნი ერთ-ერთი იყო მეორე ან მესამე თუ არ ვცდები. მაშინ არც ქართულად არ იყო თარგმნილი ქართულად და მე ძალიან მადლიერი ვარ ამ ავტორის და ეს იყო მიზეზი. თუმცა ბარემ გავაგრძელებ, რომ 2022 წლიდან უფრო ნაკლებად მომწონს მისი საუბარი ვიდრე მანამდე. მას ძალიან სერიოზ არ მიჭირს ახლა ზუსტად რამით ავხსნა ხართული და დიდი პიროვნებაა, მაგრამ მგონია რომ ჩემი მისი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მან გარკვეული დაღი დაასვა. ახაცნაირი დამოკიდებულება აქვს რუსეთთან, რომელიც მე არ ვეთანხმები. იმ პრინციპებს, რასაც თავის წიგნში წერს, რუსეთის მიმართ არ ავლენს. ამდას რამდენიმე სხვა ესეთი სატელიტყვიან ინგლისელები, რაღაც ფაქიზი ფაქტორიდან დაკვირვებიდან გამომდინარე, ამ ხანებში ბოლო ხანებში ნაკლებად უსმენ. თუმცა ეს წიგნი ცხოვრების 12 წესი და შემდეგ მეორე წიგნი აქვს ცხოვრების ესე წესრიგის მიღმა, ერთ-ერთი უძლიერეს წიგნებად მიმაჩნია, რაც კი წამიკითხია ასეულობით წიგნს შორის და ძალიან ვემადლიერები ჯორდან პეტერსონს. კი, ნამდვილად გამორჩეული წიგნი. ხშირად რამდენიმე თავში ეწინააღმდება კიდევაც თავის თავს. იყო ამას მე ვისაუბრებთ. დავიწყოთ წიგნის განხილვა და დავიწყოთ იმით, რითაც თავად ჯორდან პეტერსონი იწყებს წინა სიტყვაობაში. ის ამბობს ასეთ რაღაცას. ადამიანები წესების დადგენას არასდროს ითხოვდნენ, ბიბლიაშიც კი. როდესაც მოსე მის ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ ქვის ფილებზე ამოტვიფრული მცნებებით მთიდან ეშვება, იგი განცხრომაში მყოფ ისრაელიანებს აღმოაჩენს, რომლებიც ფარაონის ტირანეს 400 წელი უძლებდნენ. შემდეგ კი მოსემ 40 წელი უდაბნოში სახეტიალოდ გაიმეტა. გათავისუფლებულებს სიხარულისგან კონტროლი აქვს დაკარგული და სხეულის ხრწნის სიმბოლოს ოქროს ხბოს კერპის გარშემო თავშებულად ცეკვავენ. თქვენთვის ორი ამბავი მაქვს, ერთი კარგი და მეორე ცუდი, მიმართავს მათ კანონმდებელი, რომლით გინდათ რომ დავიწყო. კარგით იყვირა სედონისტებმა. დავარწმუნე, რომ 15 მცნებიდან 10 დაეტოვებინა.
ალილუია, იხულვა უმართავმა ბრბომ და ცუდი მრუშობა კვლავაც აკრძალულია. ასე და ამგვარად წესებს ვერსად წაუვალთ. ხო და გვიჩნდება კითხვა, რატომ უნდა განგვსაჯოს ვინმემ სხვისი დადგენილი წესებით? მაინც განგვსჯიან. ღმერთს მოსესთვის 10 რჩევა არ მიუცია, 10 სახელმძღვანელო წესი გადასცა. როგორც თავისუფალ ადამიანს ბრძანებაზე სავარაუდოდ მსგავსი რეაქცია მექნება. ჩემთვის სიკეთეც რომ უნდოდეს, არავის ღმერთსაც არ აქვს უფლება მითხრას რა და როგორ უნდა გავაკეთო. თუმცა ოქროს ხბოს ისტორია იმასაც გვახსენებს, რომ წესების გარეშე სწრაფად ვემონებით ჩვენსავე ვნებებს და ამას თავისუფლების არაფერი სცხია. და მაინც თქვენი აზრით რატომ გვჭირდება ცხოვრებაში წესები? კარგი შესავალი იყო და ზუსტად ეს ოქროს ხბოს ამბავი მხოლოდ იმ დროს არ შეეხება და ადამიანებს ემართებათ ხოლმე ეპოქები არის ასეთი, როდესაც ოქროს ხბოს მონება ყველა ეპოქაში არის, თუმცა იმძლავრებს ხოლმე და ჩემი დაკვირვებით, ახლა მოდით ასე ვიტყვი, შევეცდები რომ ჩემი პირადი დაკვირვებები გავაზიარო, ვიდრე თქვა წიგნის ციტატები ამ შემთხვევაში და მე ასე ვაკვირდები რომ წესები, მარხვა, ასკეზა ნებისმიერი სახის ადამიანებს ეხმარება რომ საკუთარ ვნებებს ძლიოს. ანუ ბუნებრივად ადამიანს ამოსდის სხვა სურვილები, ეს ხუმრობ ხოლმე მინდა მომეცი მაჭამე მასვე ეს მზე ეწყება და ეს მზე დაწყებულებს მორევა ჯობია, ანუ მასზე მაღლა დადგომა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩემი ხედვით, სასურველია რომ ვიყოთ არა ამ მომავალი იმპულსების და ვნებების ტყვე, არამედ ჩვენ მართავდეთ საკუთარ თავს და სიმართლის და სისწორის გზით ვიაროთ. ამიტომ ეს დამხმარია, პრაქტიკულად დამხმარია, რაც უფრო ძლიერი ადამიანი საკუთარ თავთან, საკუთარ სულთან, მით უფრო მეტ შეძლებს ცხოვრებაში. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ როდესაც შენს გარშემო საზოგადოება ოქროს ხბოს ემონება, როდესაც განსხვავებულ გზას ირჩევ, ეს სოფელი ცოტა გვერდზე ქცევს და გაგრიყავს, ეს რისკი ახლავს ამას. ნუ აქ ესე რომ ვთქვათ, მეორე უკიდურესობაა, უკვე არჩევანია და სულისი ძლიერი საკითხია, აიტანს თუ არ ადამიანი ამას სოფლიდან ცოტა მოშორებას. ამავე დროს დიდი დიაპაზონია ოქროს ხბოს მონებასა და ისეთ სიმაღლეზე ყოფნა შორის, რომ სოფელთან უკვე ვეღარ დავარდება. ხო, ასკეტიზმი და ამ დიაპაზონში რაც უფრო, რა ვიცი, გადავინაცვლებთ მარჯვნივ, ჩემი ხედვით უკეთესია, თუმცა ეს პიროვნული არჩევანია. ნებისმიერ შემთხვევაში ოქროს ხბოს მონება ძალიან მძიმე და მოუპველი, იმიტომ რომ ჩანს ადამიანები, რომლებიც ვითომ კარგად არიან, კეთილდღეობაში არიან და ასე შემდეგ. სიღრმეში რო ჩახვიდე, თქვენ არიცით რას ფიქრობენ ისინი და სულში რა აქვს, როგორი თაგვები დაურბით. გადავდეთ პირველ წესზე და პირველი წესი არის ასეთი: მხრებში გამართულად და თავდაჯერებულად იარეთ. პეტერსონს მოყავს მაგალითად ლობსტერები და მათი ტერიტორიული ბრძოლები, სადაც გამარჯვებულ ლობსტერს რჩება ყველაფერი. მათ შორის საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილი, საკვებით მდიდარი ტერიტორია, ყველა მდედრი ლობსტერი და დამარცხებულ ლობსტერებზე დომინირების უფლება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლობსტერები 350 მილიონი წელია რაც არსებობენ ამ სამყაროში სხვადასხვა ფორმით, ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლების იერარქიები ფაქტობრივად მუდმივად ახასიათებს გარემოს, რომელსაც სიცოცხლის ესა თუ ის ფორმა მოერგო. ადამიანებებდა უკვე არსებობდა სტატუსის და საზოგადოების შესახებ ინფორმაციის გადასამუშავებლად საჭირო სტრუქტურა და ნეიროქიმია. ეს რო გადმოვიტანეთ უკვე ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე. რას გულისხმობს პეტერსონი მხრებში გამართვასა და თავდაჯერებულობაში? მუდმივად ამ დომინაციის ბრძოლაში ვართ თუ არა? ძალიან პირდაპირ ვთქვათ, ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, უფრო ლამაზია, ესთეტურია, რა ვიცი, ხა მხრებში გამართული ადამიანის ხილვა, წელში გამართulis და მეორე მხრივ უფრო ესეთი გადატანითი მნიშვნელობის სამყარო საკმაოდ ძნელია, რეალურად გინდა არ გინდა ეს ბიოლოგიური არსება, იგივე ვნებები. შიშები რომ არ ვიყო დაჯაბნული და პირიქით რაღაც სურვილი რომ ჩვენ ვიყოთ უფრო გამოჩენილი, ადამიანებს გვიბიძგებს რომ რაღაც იერარქიაში მაღლა მივესწრაფოდეთ და ამ შემთხვევაში საკუთარ თავთანაც უმჯობესია მხრებში გამართვა რეალურად რომ ჩვენი თავი დავაფასოთ და ასევე გამოვასხივოთ რაღაცა გარკვეული თავდაჯერება რომ სულ მცირე არავინ მოინდომოს ჩვენი დაჩაგვრა და უსამართლოდ მოქცევა და ამ სამყაროს უთხრათ რომ ჩვენ აქ ვართ ღირსეული რაღაც არსება რომელსაც ღირსეული რაღაცა გვეკუთვნის და ნუ ეხა იქ უკვე არჩევანია არც მე მინდა სხვისი ზედმეტი და არც სხვას გავატან ჩემსას თუ მე მინდა სხვისი ავიღო და რაღაც დამყრობელი ვიყო თუ რაღაც ჩაგრული არ ვიყო ბევრი დიდი დიაპაზონი აქ უკვე სულიერ მდგომარეობაზე ამავე დროს სულ მცირე ისე გავაკეთოთ მხრებში გაშლით რომ
ტყუილა თავში ხელი არავის წამოვარწმევინოთ. თუმცა რესურსები რადგან შეზღუდულია, მაინც გვიწევს ხოლმე, ხო? ასე არ მე სამყაროს უყურებ, რომ სამყარო ვრცელია და შესაძლებლობები ძალიან დიდია და ადამიანები თანამშრომლობით უფრო ბევრ შეძლებენ, ვიდრე იმის წართმევით. ანუ ესე უფრო აი რუსული მონღოლური რაღაც ესეთი ძველი სამწუხაროდ ყველა რუსეთს არხება ეს რასაც ჩვენ რუსეთის იმპერიას ან ახლანდელ რუსეთს უკავშირებთ რომ რაღაცა წართმევაზე ორიენტირებული ფსიქოლოგია და საქართველოშიც კარგა ბევრი ასეთი ადამიანი რომ ანუ შენ ხარჯზე უნდა მოვიგო და ანუ სხვაგანაც არის ყველგან არის ეს ადამიანი მაგრამ მეორე მხარე არის კოოპერაცია ადამიანებს შორის როდესაც შენ და მე ერთად შეგვიძლია რაღაცა უფრო მეტი შევქმნათ ვიდრე ეს გასაყოფი და შენც მეტი შეგხვდეს მეც მეტი და ნუ რაღაცნაირად მოვილაპარაკებ და ერთად უფრო კარგად ვიქნებით თუ რაღაც თუ მოლაპარაკებას შევწვით მაგრამ სუსტი არ იყო ჯობია რა ამ შემთხვევაში მეორე წესი თავს ისე მოეპყარით როგორც იმ ადამიანს ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება საუბარი აქვს ქაოსზე რომელიც იჭრება ჩვენს ცხოვრებაში არღოს ჩვენს მიერ დამყარებულ წესრიგს და საუბარია საკუთარი თავის პატივისცემაზე მოდი უფრო მეტად რო გავშალოთ რას გულისხმობს ამ თავში პეტერსონი რეალურად მეც ძაღლის მოვლის მაგალითი მოყავს და მეც ვარ დაკურებული ადამიანების ხვევებს თავის ძაღლს ან თქვათ თუნდაც ნათესავს უკეთესად ექცევი უფრო უვლიან უფრო უკეთესად ექცევი ვიდრე საკუთარ თავს თვითონ ხანდახან წამალს არ იღებენ რომ აი რაღაც არ ვიცი რაღაცა ქვეცნობიერ დონეზე რომ არ ეკუთვნით კარგად არ იკვებონ ანუ რაღაც ზედმეტად გაიწვალონ თავი რომ რაც არასაჭირო ხა ასკეზაზე ვსაუბრობდი და მოთმინებაზე ეს ერთი სხვა არის და უბრალოდ საკუთარ თავთან არასათანადო მოპყრობა და თავის დაჩაგვრა მეორე მხარეა და ამ წამალი რო გაქვს მისაღები და იმას რო არ მიიღებ და არ გააკეთებ ეს არაფერი კარგის მომტანი არ არის და სხვების დახმარებასაც უფრო მეტად შეძლებ თუ შენ კარგად იქნები და ამავე დროს ვინმეს თვისაც ხელის გაწვენას რომ დააპირებ ძალიან კარგად დოსტოევსკის იხილავს ანუ საკმაოდ რთული საკითხია რა ესე შეიძლება რაღაცა გარკვეული მესიანური ფიქრები მოგვივიდეს ამას უშველის ვიქნები ანუ ეს კარგის გაკეთება ძალიან კარგია ამავე დროს უნდა გავზომოთ გასაზომია რა შეგვიძლია რეალურად ჩვენ საკუთარ რესურსებს რამდენად დავცლით იმით რომ ამას გავაკეთებთ კარგს და ნუ მე ძალიან მომხრე ვარ გაცემის დახმარების ამავე დროს სწორი შეფასება მნიშვნელოვანია რომ ისეთ რამეში არ შევიდოდო ჩვენს ჩათრეული აღმოჩნდეთ და მე როცა მართლა სხვისთვის დასახმარებელია ვერ დავეხმაროთ და სწორ რაღაცეებისკენ უფრო სწორისკენ მივმართოთ იმიტომ რომ ბევრი რამეა გარშემოგასაკეთებელი და რას გავაკეთებთ ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოვლა სირცხვილი არ არის ხო რაღაცა აქეთკენ იქით აუცილებლობა საკუთარი თავის მოვლა ჩვენ კარგად თუ ვიქნებით ზომი აქ საუბარი ფუფუნებაზე არ არის ზომიერად კარგად ჯანმრთელობის მოვლაზე სულის მოვლაზე რომ შემდეგ სხვების დახმარება შევძლოთ უფრო მეტად მესამე წესში ამბობს ასეთ რაღაცას დაუმეგობრდით მათ ვისაც თქვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს პეტერსონი ამ თავში საუბრობს რომ ყველა დამარცხებული არ არის მსხვერპლი და ყველას ვინც დაცემულია არ სურს ფეხზე წამოდგომა მათ ეს როლი აქვთ და ამაც ცდილობენ რომ ჩვენი ყურადღება მიიპყრონ ერთგვარი საშუალება იმის რომ სამყაროში შემოჩნევლები არ დაჩნდნენ თავის მხრივ მათ დიდად არ უხარიათ სხვის წარმატება და პირიქით ის უფრო ახარებთ რომ სხვები ძიდანჯებიან აქ ადამიანური ბუნების ცუდ ნაწილზე საუბრობს როცა ადამიანს არ სურს რომ მარტო მას არ გამოსდიოდეს რაღაც, უნდა რომ სხვასაც არ გამოსდიოდეს. რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, სანამ სხვებს გაუზიარებთ სიახლეების ჩვენს თავს? ჯერ სახარებისეული მათე სახარებიდან ესეთი მცნებით ავიწყებ, ნუ დაუყრით ღორებს თქვენს მარგალიტებს. ნუ საუბარია რომ ვერ შეაფასებენ, ვერ შეიძლება გული გაუხსნა, ბევრი რამე გაუკეთო და ვერ დაინახონ და ვერ შეაფასონ. ანუ და მე პრაქტიკულად მინახავს სამწუხაროდ მაგალითად ჩემს ახალგაზრდობაში ნარკომანიით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ მერე სხვებს აავადებდნენ და თავის საუკეთესო ზმაკაც გაუკეთებდნენ, ვითომ იმისთვის კარგი უნდა და სინამდვილეში საშინელ საქმეს უკეთებდნენ და აი უბედურება მოხდა, რა ვიცი, ასობით ადამიანი, ათასობით ალბათ საქართველოში დაავადდა, ბევრი გარდაიცვალა, იმიტომ რომ ეს საქმე მერე ეს იქციეს საქმედ. ანუ იმის ნაცვლად რომ წასულიყვნენ და ამ სამყაროს სიმძიმე თავის ხრებზე შეედო და ეშრომა და ებძოლა და რაღაცა ძნელი გაეკეთებინათ, ირჩიეს რაღაც გაქცევის გზა ნარკოტიკებში და თავის-თავისნების გარდა სხვების ჩათრევა ამ საქმეში. სამწუხარო რეალობაა, რომ გარკვეული ქვეცნობიერი პრობლემების შედეგია სავარაუდოდ ეს და ამას პიტერსონი ხსნის და უმჯობესია ისეთი მეგობარის ყოლა, რომელიც აი
რა ვიცი, ხა სიგარეს თავს დავანებებ და მოდი მოწიე ბიჭო რა, ან დალიერა რა პრობლემაა და რაღაცა და ამის თქვა მინდა რომ ალკოჰოლზე ან სიგარეთზე ან რაღაცაზე არ ვიყო დამოკიდებული რა დახმარება ეხა შე რომ მე რამე შემოთავაზო, ხო? ხო და ამ დროს პირიქით მე უფრო კარგ მეგობრად ის მიმაჩნია, ვინც ხელს შეგიწყობს და რაღაც მიგითითებს, თქვა შენ სისუსტეზე სწორად, რა თქმა უნდა, რომ დაგეხმაროს გაუმჯობესებაში, ვიდრე რაღაც მოგიწონებს უცაქციელს და მხარს აგიბავს და ან პირიქით აქეთ ჩაგითრევს ცუდ რაღაცაში. აი, ყველა ახალგაზრდას ამას ურჩევ, რომ მეგობრების შერჩევა, ხო, აი, ხშირად პოპულარული ტიპები არიან ხოლმე რა, ეს ნარკომანი და ან რაღაც თავაშებულად მოქცევი და სამწუხაროა და გოგოებიც ხშირად მე ამ ხაფანგში მებოდნენ, რომ ასე ტიპს რაღაც რომანტიზებას უკეთებდნენ და ხო, და ნუ ბევრი უბედურება მოხდა ეს ამ არასწორი აღქმების შედეგად და რაც უფრო ადრე ვისწავლით გავიგებთ უმჯობესია. მეოთხე წესი, თქვენს პროგრესს სხვისას ნუ შეადარებთ. ნუ შეედრებით სხვებს, ერთადერთი ვისაც უნდა შეედაროთ, ეს არის თქვენი თავი გუშინ. აქვე საუბრობს, რას ნიშნავს ფსკერზე დაშვება და ის რომ ფსკერი ყველაზე საშინელი ადგილია, სადაც ხალხი ავადდება, უბედურდება, მოსიყვარულობას განიცდის და ასე ვთქვით იღუპებიან. რამდენად მარტივია შედარების და რბოლის გარეშე არსებობა. ჩვენ მუდმივად ვედრებით ვიღაცებს, გვინდა ჩვენი პროგრესის გაზომვა სხვებთან შედარებით და რამდენად რეალურია ამის გაკეთება, რომ არ შევედაროთ სხვებს. ნუ მოდი ასე ვიტყვი, ახლა კონკურენცია ერთგვარად ადამიანში ძალიან ღრმად ჩადებული, ქვეცნობიერის დონეზე ჩადებული კოდია. აი დავკურები ვარ, რა ვთქვა, ცურავ, მე მიყვარს ცურვა და როდესაც ცურავ და აი რაღაც სალი დაინახავ ვიღაცას, გინდა არ გინდა აჩქარებ, ან აი საჭესთან ზიხარ, მიდიხარ და მე თავს იჭერ, რატო ვაკეთებ მე ამას და ნუ მე ანუ ცნობიერად შეგიძლია ეს მართო, ამავე დროს ქვეცნობიერიდან როგორც აი ეს მოები რო ვთქვი, ხო, ეს ამოდის რეაქცია ბუნებრივია და ნუ გასაგებია რომ ბუნება მოწყობილია ადამიანური ასე რომ ეს ამოდის, ამავე დროს ადამიანი გონიერი არსება იმით არის რომ და სული იმიტომ აქვს რომ ამის მართვა შეძლოს და შური ძალიან მძიმე ავადმყოფობაა და ამ შურზე აქვს საუბარი რომ ანუ სხვებს უყურებენ რაღაცა გაღიმებულ ფოტოებს, რაღაც კარგად ჩაც. ანუ სხვა შორის ინტერნეტმაც ბევრი პრობლემა მოიტანა, იმიტომ რომ ახალგაზრდები უყურებენ სხვის კარგ ცხოვრებას და განიცდიან ამას. არა და საუკეთესო საშუალება რომ საკუთარ თავს შეედარო და აი გუშინ ადამიანის ყველაზე დიდი ბედნიერება და ეს ცნობილი ფსიქოლოგიური ფენომენია, რომ როდესაც ის განვითარებაშია, მაშინ გზნობს თავს კარგად და ბედნიერად და საკუთარ თავზე ზრუნვით და საკუთარ თავთან შედარებით ბევრად უფრო უკეთ ვიქნები და ყოველთვის მოიძებნება ვიღაცა, ვისაც რაღაცა ჩვენზე უკეთესია, ან რაღაცეები უნარი აქვს უკეთესი. ეს არ ნიშნავს რომ ერთი სხვა საზღვარგაზრდას ჩვენ საკუთარი ბაზიდან ვიწყებთ საკუთარი რაღაც იმ ზოგს მეტი იღბალი შეგხვდა სადღაც ისეთ ადგილას დავიდეთ ისე ხო და ნუ ნურს ამით გავამპარტავნდებით და ნურს პირიქით თავს დაჩაგრულად ნუ ვიგზნობთ. ჩვენი წარმატება პირადი არის ის, რაც ჩვენ შევძელით იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვქონდა და ჩვენ თავთან ყოფნით, ასე უფრო კარგადაც ვიგზნობთ თავს და საზოგადოებისთვისაც უფრო სასარგებლო ვიქნებით. ერთ მაგალითს მოვიყვანა, ეს ხშირად შემინიშნია. ჩვენს წარსულ ფოტოებს დავაკვირდეთ და აი სადღაც ვართ ლამას ადგილას გაღიმებული რაღაცა და გავიხსენოთ იქ მაშინ რაც გზნობდით და გაგვახსენდება რომ ხშირად სხვა არაერთი განწყობა ქონდა და იქ ფოტოში გაღიმებული ისე ხიარულადაც არ ვიყავით როგორც იქ ჩანს რა და პირიქით რაღაც მომენტები ქონდა როდესაც ძალიან დიდ ბედნიერებას და შვებას ვნობდით და ასევე ნაკლები ფიქრი დაგვებადება რომ სხვები ჩვენზე უკეთ არიან თუ მაინც გარეგნული ეფექტებით არ ვიმჭირებთ მაგრამ ისევ იმას დაუბრუნდები რომ არა საჭირო სხვებთან შედარება საკუთარ თავთან ვიყოთ რბოლაში ეს უმჯობესია და იმ წარმატებებით ვიხაროთ რაც ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს თავთან პირველ რიგში და ჩვენ თავთან სიმართლით. კი, თუმცა ძალიან რთულია რომ პროგრესი არ გაზომო ხოლმე მაინც სხვასთან, ხო? მოდით ცით რა არის შეუძლებელი ნამდვილად არ არის ეს შემდეგ ანუ როდესაც ეს ცნობაში შემოდის და რაღაც ხანი მეცადინეობ ამაზე მე უნებრივი ხდება. არ განიცდი უბრალოდ არც განიცდი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დაკნინე და არ შეეცადო არა სულ აღარ განიცდი ხო კარგია რომ სულ უკეთესისკენ მიესწრაფოდე ეს ბუნებრივი სურვილი და კარგია ორგანიზმს და ანუ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს უნდა განვითარება ეს აუცილებელი ფაქტორია ამავე დროს
ხოლო დაზიანების მომტანია და ცუდი შეგრძნებების რომ სხვებს ვედარებოდეთ, საკუთარ თავს შევედაროთ. მეხუთე წესი არ მისცეთ თქვენს შვილებს იმის გაკეთების უფლება, რაც მათ მიმართ მტრულად განგაწყობთ. ავტორი საუბრობს არასთქმის მნიშვნელობაზე, რაც გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. მაშინ როცა ბავშვმა იცის, რომ არსებობს რაღაც საზღვრები, სადაც მისი თავისუფლება იზღუდება. და საუბრობს ძალადობაზე. მაგალითად ამბობს, რომ ძალადობა თანდაყოლილია. ბავშვები სიბრაზის დროს ურტყავენ სათამაშოს, მშობლებს და სხვა ბავშვებს და ამის გამო დანაშაულის განცდა არ აქვთ. მშობლის ფუნქცია არის ის, რომ ბავშვს ასწავლოს მშვიდად ყოფნა, რაც სწავლების გარეშე ნაკლებად ყალიბდება. და ასევე იძლევა რჩევას, რომ არ მივცეთ ბავშვებს ზედმეტი თავისუფლება, მივცეთ დავალებები შესასრულებლად და ვასწავლოთ დისციპლინა. კიდევ რა გზები არსებობს იმისთვის, რომ არ განვეწყოთ მტრულად ჩვენ საყვარელი ადამიანების ცვლილების მიმართ. კიდევ მიჭირს ახლა, მაგრამ ამას დავეთანხმები, ანუ მტრულად განწყობა ერთი საკითხია, შემდეგ ეს დაგვიბრუნდება რა, როგორც გავზარდეთ ჩვენი შვილები და როგორც გავზდით და მე როდესაც ვზრდიდი შვილებს მაგალითად იმ დროს ძალიან პოპულარული იყო რომ აი მივცეთ საშუალება ანუ ძველი საბჭოთა სიმკაცრე გადავაგდო და ჩვენ ახლა თავისუფლება მივცეთ ამავე დროს დიდი შვილები მყავს და ბევრი დაკვირვებით დავრწმუნდი რომ საუკეთესო არის ბალანსი და მართლაც სიმშვიდე ვასწავლოთ, მართლაც თავშეკავება ვასწავლოთ, საზღვარი ვასწავლოთ და როდესაც ისინი გაევლიან შეგირდობას, მერე შეძლებენ ოსტატობას, მაგრამ შეგირდი უნდა იყოს მორჩილი და იცოდეს თავისი ადგილი. ეს არ ნიშნავს, რომ ის დაჩაგრული იყოს, ანუ ხეშად მოვექცეთ, უსამართლოდ მოვექცეთ. ამავე დროს უნდა იცოდეს აი ისწავლის ის აი რაზეც ჩვენ ლაპარაკობდით, რომ გავაკონტროლოთ ჩვენი იმპულსები და მზე დაწყებული სურვილები. ეს ამაში ძალიან ფასდაუდებელი დახმარებას წევენ მშობლები, როდესაც ისინი თავიდანვე წვრთნიან ბავშვებს და შემდეგ უკვე გაწვრთნილი ბავშვი ამავე დროს წახალისებული სწორ სურვილებში და წარმატებებში ძალიან დიდ კარგ გზას ნახავს და ის ვინც ვერ ახერხებს თავისი ვნებების შეოკება, შემდეგ გარდაულა ცხოვრებაში აწყდება პრობლემას. ანუ მშობელს ურჩევნია რომ სარკე იყოს საზოგადოების იმ ბავშვს არავინ არ მისცემს მერე საშუალებას რომ ის თავშობილად მოიქცეს გარეთ და იმის რაღაც ყველა სურვილს არავინ არ შეუსრულებს და ჯობია იცოდეს რომ სურვილების ასრულება ხდება დამსახურებით შრომით ეს უმჯობესია სახში გაიაროს ეს ფილტრი სახში გაიაროს ხო მეექვსე წესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მე ბევრი ბიოგრაფია მაქვს წაკითხული ძალიან წარმატებული ასე ვიტყოდი თქვა მატერიალურად რაღაც მიღწევებით რაღაცებით ასეთი ადამიანების ამავე დროს საინტერესო ადამიანების და თითქმის ყველა ამბობს და კვლევებიც ცალკე კიდევ ამ განზოგადებული ამაზე რომ სახში რო საქმეს აძლევდნენ დავალებებს რაღაცაზე აგზავნდნენ მაღაზიაში ან დაალაგიან ჭურჭელი დაარეცხენ რაღაცა ეს ფასდაუდებელი აუცილებელი საქმეა და მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი მშობლების რომ ისინი მავალებდნენ საშინაო საქმეებს და პაპის, ბების, ბაბუის, ანუ უფროსი, რომლებიც წამეყვანეს სასოფლო სამეურნეო სამუშაოზე რაღაცაზე, რომ ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარი აღმოჩნდა შემდეგ ცხოვრებაში. შრომის შეყვარება ძალიან მნიშვნელოვანია. მეექვსე წესი არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი და საინტერესოც რაღაცას წერს. სანამ სამყაროს გაკრიტიკებას დაიწყებდეთ, ჯერ თქვენი სახლი დააწკრიალთ. ერთის მხრივ ეს ეხმიანება ადმირალის ცნობილ გამოსვლას, რომ ის სახელიც ეხანალოთ არ მახსოვს, სადაც ამბობს, რომ სანამ სამყაროს შეცვლას მოისურვებთ, მაქამდე თქვენი ლოგინი დაალაგეთ, მიხედეთ თქვენს საქმეს, განვითარდით, ისწავლეთ და შემდეგ ეცადეთ, რომ რამე შეცვალოთ. მაგრამ ამავე თავში ჯორდან პეტერსონი გადადის ძალიან ღრმა ფილოსოფიაში. ის ეხება ზოგადად წყენას და ჩაგრულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მოყავს ძალიან მძიმე მაგალითები ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის მოსწავლეებზე, თავდასხმელების წერილებიდან, სადაც ისინი საუბრობენ ამდენ უსამართლოა სამყარო და რატომ არ იმსახურებენ ადამიანების სიცოცხლეს, ამიტომ ანადგურებენ ისინი უდანაშაულო ადამიანებს და ამის შემდეგ მიდის კიდევ უფრო შორს და ეხება ბიბლიურ ეპიზოდს, კაინზე და აბელზე. და ცდილობს, რომ სამყარო დაგვანახოს კაინის თვალით. და კაინის თვალით დანახული სამყარო არის უსამართლო, რადგან მას არ ესმის, რატომ არ იღებს ღმერთი მისგან ზღვენს და რატომ იღებს აბელისგან, რომელიც მისი აღქმით უფრო მარტივად, ასე ვთქვათ, აკეთებს იმას, რასაც ის უფრო რთულად აკეთებს, ხო?
ამის შემდეგ კაინი ჩადის საშინელ დანაშაულს, რეალურად პირველ სოციალურ აქტს, მკვლელობას და შურს იძიებს და აქვე ამბობს ჯორდან პეტერსონი ძალიან საინტერესო რაღაცას, რომ ის შურს იძიებს არა იმდენად აბელზე, რამდენადაც შურის ძიება ეკუთვნის ღმერთს, შემოქმედს, სამყაროს და უსამართლო ცხოვრებას. და ის ცდილობს, რომ ამით ეს შეთქმულება დაასრულოს. თუმცა შემდეგ თავის მხრივ ასევე გვთავაზობს ძალიან საინტერესო ანალიზს, რომ კაინს რომ სწორად ეფიქრა და გაიაზრებინა, რომ იქნებ საკმარისად კარგს არ აკეთებდა, იქნებ არც განაწყენებულიყო ღმერთზე. ან იქნებ მხოლოდ აბელის ბრალი არის ყველაფერი, ან მხოლოდ ღმერთის მიმართ მისი დამოკიდებულებაში იყო რაღაც არასწორი. ფიქრობთ, რომ წყენა ყველაზე საშიში გრძნობა ადამიანისთვის და უნდა გვესმოდეს თუ არა, რომ სანამ უსამართლობასთან დავიწყებთ ბრძოლას, იქამდე ჩვენ თავში კარგად ჩავიხედოთ, რამდენიც სწორად ხედავთ სამყაროს ჩვენი სუბიექტური თვალით. ძალიან კარგი აგა ჩამოყალიბებულია თქვენას მოყევით და ჯორდან პიტერსონის ამ თავში 12 წელს ამ თავში პირველ რიგში აი რამე რომ არ გამოდის პირველ რიგში საკუთარ თავს რომ ვკითხოთ მე რა დავაკელი რა არ გავაკეთე კარგად ეს ძალიან დიდად დამხმარე არის რა თქმა უნდა არის ეპიზოდები, როდესაც ვიღაცა ჩვენს წინაშე მართლმორწმუნეა და რაღაც იქ სხვა თავები ეწუნება ამას. ამავე დროს ნებისმიერ ეპიზოდში საკუთარ თავზე კითხვის დასმა, რომ მე რა არ გავაკეთე კარგად, არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ჩვენ, და ეს უკიდურესი ამბავია ხა, რაც თქვა აბელი და კაინის ისტორია უკვე ყველაზე ესეთი რთული მძიმე ამბავია. საკუთარ თავზე კითხვა არის ძალიან დამხმარე და გამზრდელი, ასე ვთქვათ, ამ საკითხში, საკითხების სიმართლისთვის თვალის გასწორება ეს ფაქტობრივია და როდესაც სიმართლეს თვალს უსწორებ, შეიძლება ეს მტკივნეული იყოს, აღმოაჩინო, რომ რაღაცა კარგად არ გავაკეთე, ამის შემდეგ ცვლი ამ ქცევას და უკეთეს შეგიძლია გახდე და თუ ამას აყვები და პირიქით თავს არ დაუსვა მკითხვას, სულ ვიღაცების ბრალი აღმოჩნდება და სულ სხვები ცუდები იქნებიან და თუ ძალაუფლება გაქვს და სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ვხედავთ რომ ერთი კაცი ყავს ახლა ქვეყანაში რომ სულ ვიღაცებს იჭერს და სულ ვიღაცა პრობლემა აქვს იმიტომ რომ იმას ცუდად მოეხსენ და მე მგონი თავის თავთან დაავიწყა უკვე შეკითხების დასმა იმ ადამიანს და სულ ეგოისტია გაზრდილი საუბედუროთ რომ საშინელ რუჩხულად იქცა ხო ეს ერთი მხარეა და მეორე მხარეა პირიქით რაღაცა მარგინალიზებული ადამიანი რომელიც სხვას აბრალებს და ვერ იზრდება ფაქტობრივად თუ თავში არ იხედება და პრობლემას არ ეძებს საკუთარ თავში თავის შეცდომაში ეს გროვდება და შემდეგ სამწუხაროდ უკვე ის ვეღარ ახერხებს საზოგადოებასთან ურთიერთობას ეს განსხვავდება იმ ეპიზოდიდან მე რა ვთქვი ამას სოფლიდან თქვა ცოტა სიძნელეებს იმ გაგებით რომ აქ საუბარი არის რომ სხვები ოქროს კერპით არის შეპყრობილები ჯერ კითხე მართლა ესეა მართლა ეს მეორე მხრიდან რეფლექსია აუცილებელია რა ანუ ვიდრე იფიქრებდე რომ სხვები რაღაცით არიან შეპყრობილები აბა დაფიქრდი შენ ხომ არ გეშლება რაღაცა და თუ საკუთარ თავთან დიალოგი ერთ სიტყვით ძალიან მნიშვნელოვანია აი ძალიან და სიმართლისთვის თვალის გასწორება და აი ამაზეა ეს თავი მეშვიდე წესი არის საკუთარ ისე სწრაფვა იმისკენ რაც მნიშვნელოვანია და არა იმისკენ რაც მომგებიანია. ავტორი საუბრობს სიამოვნებისგან თავშეკავებაზე, მსხვერპლის გაღებაზე, შრომაზე, საკუთარ მიზანს მივახციოთ, აქაც მოყავს ისტორია ბიბლიიდან, როდესაც ქრისტემ 40 დღე იარა უდაბნოში და გაუძლო ეშმაკის სამცდუნებას, ხო? ეს თავი უფრო მეტად რო გავშალოთ და დღევანდელობაზე ვისაუბროთ. რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ ამ მატერიალურ სამყაროში თუ არა მოგებასი. ძალიან საინტერესო თავია, აი წინა თავიდან კიდე ერთი საკუთარ სიმართლისთვის თვალის გასწორებასთან გამახსნა კიდე ერთი ეპიზოდი მაგალითად. ჩემი მეუღლე ხშირად მაძლევდა შენიშვნებს რაღაცაზე და ხანდახან მაღიზიანებდა შენიშვნა, თუმცა საბედნიეროდ, ჩემდა საბედნიეროდ ჯერ მიყვარს მეუღლე და მიყვარდა და მის შენიშვნებს მაინც მე ვუკვირდებოდი რომ რა არის ამის მიზეზი და ამან უზარმაზარი საშუალება მომცა რომ გაუმჯობესებულიყო, იმიტომ რომ ის იმიტომ აძლევდა შენიშვნებს რომ უყურვარ და უნდა რომ უკეთესი იყო და არა იმიტომ რომ უნდა რომ დამამციროს და თავი ცუდად მაგზნობინოს და შესაბამისად საკუთარ თავთანაც თუ ამ პოზიციას დავიჭერთ მოვიგებთ და ამ საკითხს რაც შეეხება ერთ-ერთი ცდუნების პასუხად იესო ქრისტემ ეშმაკს უთხრა არა მხოლოდ პურითა ერთითა ეს ძალიან ეხება ამ სამყაროს რომ მარტო ჭამა არ არის მარტო მატერიალური არ არის და სული უფრო მეტია ვიდრე მატერიალური შესაბამისად
ერთი გაკვეთილი ეს არის. მეორე გაკვეთილი მნიშვნელოვანი იმავე უდაბნოში გამოსვლიდან არის არ გამოსცადო მამა შენი და ამის ჩემეული ახსნა, მე ყოველში ასე უყურებ, რომ შენი საკუთარი თავის იმედი ქონდეს, არა იმიტომ რომ სხვები ცუდებიან და არა შენ უნდა ატარო შენი წილი ჯვარი, შენი ტვირთი ცხოვრებისეული, შენი ვალი ეს რომ ატარო და გააკეთებ ისე რომ შენი მშობლისგან პირველ რიგში მე რო გადიხარ ახალგაზრდა რო ხარ და რომ მშობლისზე ხარ დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთო რომ შენ აიღო ეს პასუხისმგებლობა და არ დაუწყო გამოცდა მამას მოგცემს თუ არ მოგცემს და ასე. მრავალი ხედვა შეიძლება იყოს ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში იქ მივდივართ რომ საკუთარ მხრებზე ავიღოთ ამ ცხოვრების იმ პასუხისმგებლობა. ხო, კიდე ახლა დღევანდელ ცხოვრებაში ამას ვიტყვი მაგალითად, ჩვენ ვართ ძალიან ძნელ ბრძოლაში თავისუფლებისთვის რეალურად და დღევანდელ დღეს მე მუშაობ ჩემი თავისთვის ან რაღაც მატერიალურისთვის 5 დღე, 6 დღე თვეში. უფრო მეც ხარჯავ რეალურად ვიდრე შოულობ, რაღაც დანაზოგებს ვჭამ, თუმცა ასეთ რამ გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, რომ თავისუფლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. თუ თავისუფლება არ მექნება, არ გვექნება ჩვენ საზოგადოებას და ამ ქვეყანას. არაფერს სხვას მატერიალურს აზრი არ ექნება და უფრო მეც მარკტვენის სიტყვების შემდეგ 20 წლის შემდეგ უფრო იმას ინანებთ რა არ გააკეთეთ, ვიდრე რა გააკეთეთ და თავისუფლებისთვის არ ბრძოლა ძალიან შეიძლება ვინანოთ, თუ სხვების იმედზე დავდგებით და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წარუმატებლობა მოხდა. თუ წარმატება მოხდა და სხვისი ხელით გაკეთდა, ვითომ ტკბილი და კარგია, ამავე დროს ვერ იქნება ისე ტკბილი და კარგი, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში გაძლიერების საშუალებას დაკარგავთ და ძალიან სარისკოა და ესეც მამის გამოცდას გავს, რომ სხვებს მიანდო ეს საკითხი და შენ არ აიღო პასუხისმგებლობა. ეს და ეს დამტკიცებულიც არის მოხუცებულთა თავშესაფრებში ადამიანები ყველაზე დიდი დარდი არის ის მათ რა არ გააკეთეს. მერვე წესი გულწრფელობა გამოიჩინეთ ან სულ მცირე ნუიცრუებთ მაინც. თუ საკუთარ თავს ღალატობთ, სიმართლეს არ ამბობთ და სიცრუეში ცხოვრობთ, ამით საკუთარი ხასიათის სიმტკიცეს არ უღებთ. თუ კი სუსტი ხასიათი გექნებათ, გარდაუვალი უსიამოვნებები გაგანადგურებთ. შესაძლებელია ცხოვრება ისე, რომ არ ვიცრუოთ და სულ გულწრფელები ვიყოთ. თან ძალიან საინტერესო რაც დავამატებ, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტი ეკითხება თავისვე წიგნიდან, რომ იტყუებით თუ არაო. და პასუხი იყო, რომ ყველა იტყუება. დაადასტურა რომ ისიც იტყუება და ახსნა რომ ცხოვრება არის რთული და აქედან გამომდინარე წავიდა მე ამისჯელობას. თქვენ რას ფიქრობთ? ვეთანხმები რომ ცხოვრება რთულია და ვეთანხმები რომ ხანდახან მაინც ყველას უწევს ან ტყუილი ან სიმართლის ართქმა. უწევს როგორაო თქვა, შეიძლება ყოველში ვერ მოახერხოს იმ წუთში და მე ინანოს რაღაც, მაგრამ ალბათ არიან ადამიანები, არ მინდა ყველაზე ვთქვა, არასწორია, ყველა იტყუება, იმიტომ რომ მგონია რომ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც წმინდანები ხდებიან. ამავე დროს რაღაც დროს ყველას მოსულია შეცდომა და გამოუსწორებია. რო გადავიდეთ უფრო საშუალო ადამიანზე, ადრეულ ასაკში მივხვდი გამიმართლა, რაღაც ესე დაკვირვება იყო, დიდი მადლობა ჩემს მასწავლებელს, მანანამ გალობლიშვილს პირველ დაწყებით სკოლაში, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, ასე გვასწავლა და ეს რაღაცნაირად, მარტო ეს არ იყო, მაგრამ ეს ძალიან ჩამებეჭდა და მივხვდი რომ ტყუილი მამძიმებდა, არ მომწონდა, მე უნდა დამემახსოვრებინა თუ მოვიტყუე იქ როგორ მოვიტყუე და რაღაცნაირად მე გასუსტებს რა ეს ამბავი რა მართალი რომ არ ახარ და ნელ-ნელა მოიმატა მე სიმართლის თქმის სურვილმა და ეს ძალიან გაძლიერებს, სულს აძლიერებს, თითოეული ტყუილი ადამიანს ასუსტებს და თითოეული სიმართლე უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. რაც შემიძლია დარწმუნებით თქვა ჩემი გამოცდილებიდან რომ სიმართლეს ძალიან დიდი ძალა აქვს. შეიძლება უსამართლოდ ვიღაცა ამის გამო დაგჩაგროს რაღაცა, მაგრამ დაგჩაგროს მოინდომოს დაგჩაგროს, თქვა, არ ვიცი, სამსახურში ხელი არ შეგვიწყოს ამან, კარიერაში რაღაცაში. რაც უფრო
მოდით ასე ვიტყოდი, სიმართლით სიარული და სუმციერე ტყუილისთვის თავის არიდება საშუალებას მოგცემთ, რომ სული გაიძლიეროთ და ამითი მეტი და მეტი შეცვლოთ. რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა, რომ ათასობით, ალბათ 10,000-ობით ადამიანი მუშაობს ტირანი ბოსის დაქვემდებარებაში და რომელიც ცუდად ექცევა რაღაცა და ძნელია ძალიან რომ პირდაპირ უთხრა იმას. ამავე დროს ყველა ადამიანს შეუძლია რომ რაღაც გარკვეული უხილავი ღირსების რაღაც კედელი გაიშენოს გარშემო და ეს კედელი დაანახებს მის გარშემო მყოფებს რომ მას ცუდად არ უნდა მოექცნენ და არ მოუნდომონ დაჩაგვრა და ასევე არ იყოს ვალდებული რომ ტყუილში იყოს და თუ და ადამიანმა იცის ისეთი სიტუაციები სადაც მას მოუწევს ტყუილის თქმა და უმჯობესია რომ თავი არიდოს ბუნებრივად და არ წავიდეს იქ და შემდეგ სწორი არჩევანები შემდგომ სწორ არჩევანებს შეუწყობს ხელს. ანუ მოდი ასე ვიტყოდი. აი იმ იერარქიაში სადაც რაზეც დასაწყისში ვლაპარაკობთ ხებში გამართვაზე, ну რაც უფრო გაიძლიერებ თავს და ხებში გამართული იქნები ან საკუთარ სულს გაიძლიერებ რომ სიმართლით იარო, უფრო და უფრო მეც შეძლებ. ამავე დროს რაც უფრო დაბლა ხარ, უფრო ძნელია ამის გაკეთება და აი თავიდან სწორი არჩევანები შემდეგ სწორ სულას უწყობს ხელს, ასე ვთქვა და ну ძნელი გზა არის და ესეთი სატარებელი ჯვარი. ამავე დროს სიმართლე არის ერთ-ერთი უდიდესი ჯილდო და ღირებულება და თუ ეს არ არის ანუ ადამიანი იქა წინა ეპიზოდსაც ვუბრუნდები რომ საკუთარ თვალის გასწორება სიმართლისთვის და ასევე გარემოსთვის თქმა სიმართლის სადაც ეს საჭიროა და ნუ სულმცირე იძახის მაშინ თუ ვერ ამბობ სიმართლეს ნუ მოიტყუე რა თავი ხო ნუ გაერიდე მაინც რა იმ სიტუაციას. მეცხრე წესი დავუშვით რომ ადამიანმა რომელსაც უსმენთ იცის ის რაც თქვენთვის არაა ცნობილი და ნაკ საუბრობს ორ რაღაცაზე ერთი არის რჩევები და ამბობს რომ ადამიანებს არ უყვართ რჩევები ჯობია მათ მოусმინოთ და ვეცადოთ გავუგოთ რჩევა აგრესიული ფორმაა ბრძანების ტოლფასია და ადამიანებში წინააღმდეგობის სურვილს აღწევს. მაშინ როგორ ვეცადოთ ადამიანების დახმარებას თუ ხედავთ რომ არასწორად გზით მიდიან. კარგი კითხვაა და ძნელი მეც მიჭირს ხოლმე ხშირად, ну, ვცდილობ ვიმუშაო ამაზე, ვცდილობ რომ ადამიანებს მივცე რჩევა. ნამდვილად არ არის ჩემი რჩევები, იმიტომ რომ მე უპირატესობის ნობა მაქვს ვითვარ შეპყრობილი და მინდა რომ ახლა რაღაცა ჩემი კარგობა დავამტკიცო. ამავე დროს ანუ მეორე მხრიდან უნდა დაინახო რომ უჭირთ ადამიანებს ამის მიღება და გამოცდილება გაქვთ ამ დროს რომ გაუზიაროთ რაღაც. ხო, ხედავ ამას რომ პრობლემაშია და ну, მაგრამ ამავე დროს მაინც ანუ უფრო მეტი საჩუქარია რომ შევძლოთ მოусმინოთ. ანუ ეს უფრო ძნელია, ადვილია რომ რჩევა მისცი არ გააკეთო და უფრო ძნელია რომ ბევრი დრო დაუთმოთ, მოусმინოთ და თავად მივახვედროთ. და ნუ თუ გვინდა რომ ეს გავაკეთოთ, მაშინ აი ეს გზა ჯობია. ჩემ თავს გავკიცხავ ამ შემთხვევაში რომ იოლი გზა თუ ამირჩევია, როდესმე და ვინმესთვის რჩევა მიმიცე იმის ნაცვლად რომ მომესმინა უფრო მეტი ბოდიში. ხო და აბრაამ ლინკოლნი და ზოგადად მოსმენა არ არის იოლის საქმე რა. ეს მოითხოვს გულწრფელი მოსმენა, ანუ როდესაც ადამიანს უსმენ და სხვა რამეზე არ ფიქრობ და უსმენ და მართლაც ცდილობ გაიგო რა გითხრა, უსმენ და არ ამზადებ პასუხს, რომ შეეწინააღმდეგო. აი მართლა გულწრფელად რომ მოусმინო, ეს არის გასაღები, საჩუქარი არის საკუთარი თავისთვისაც და იმ ადამიანისთვის, იმიტომ რომ ესაა გასაღები ურთიერთობის და იმ გაგების იმ მეორე ადამიანს და იმ ადამიანსაც ძალიან ეხმარება რომ თუ რამეს არასწორეს ამბობს და აკეთებს იმ თვითონაც მიხვდეს და შემდეგ დიალოგი ბევრად უფრო უკეთესად წარიმართება. აბრაამ ლინკოლნის სიტყვები არის ესეთი მარტივად რო შევხედოთ რომ ღმერთმა იმიტომ მოგვწე ერთი პირი და ორი ყური რომ ორჯერ მეტი მოусმინოთ. ვიდრე ვისაუბროთ. მაგის გაგრძელება შემდეგი. სათქმელი ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ. ხშირად ვლაპარაკობთ, მაგრამ ცოტას ვფიქრობთ. ჩვენ ცხოვრებაში როგორ უნდა ვისწავლოთ? მეტ ფიქრი და ნაკლები ლაპარაკი. რა რჩევები აქვს? ну აქაც ის ამბავია სიმართლესთან თვალის გასწორების მეორე ეპიზოდია, როდესაც ხანდახან არის რომ რაღაც ამბავი არ გინდა რომ გაიგო. და რაღაც საჭიში იქნება. ამავე დროს ჯობია გაიგო პირველი, იმიტომ რომ სიმართლეს თვალის გაუსწორებ და შეძლებ რაღაცის გამოსწორებას თუ გეცოდინება რა პრობლემაა და მეორეა რომ შეიძლება არც აღმოჩნდეს პრობლემა ისეთი დიდი როგორც ჩვენ გონი ადამიანების თვისებაა რომ
ყველაზე საშინელი წარმოიდგინო და ხშირად ბევრად უფრო მარტივად ახომე საქმე და დაკვირვებული ვარ საკუთარ თავშიც ბევრი გულისწყრომა რომელიც უცებ წარმომშობიეს ეს იმპულსურ დონეზე მე მინახია რომ თურმე იმ ადამიანს სხვა სიტუაცია სხვა გარემოებების გამო იქცევა ასე ან ასე შემდეგ ამიტომ სიმართლის ამოცნობა ძალიან გაგება ძალიან მნიშვნელოვანი ანუ გავიგოთ რა არის და მეორე მხარე აქვს ამას რომ ვთქვათ ჩვენი გულის ნადები ანუ ურთიერთობებში როდესაც ადამიანს ზუსტად არ მახსოვს ამ თავს ეხება თუ სხვას მაგრამ ამ სიტუაციას ნამდვილად ეხება რომ აი ურთიერთობებში არის რომ ვიღაცას მუდამ რაღაცას ჩაგრავს რა და თითოეული დათმობა მე შემდეგ იმასაც აგრესორსაც უფრო ათავხედებს და ამ მსხვერპლსაც უფრო ასუსტებს და ამ მოთქმა ძალიან მნიშვნელოვანია პიტერსონი ამ შემთხვევაში ქალებს ხშირად უწევს ხოლმე კონსულტაციას რომ აი ვთქვათ თავის პარტნიორთან როცა ესეთ უჭირთ რა აი ინგლისურ სიტყვას ისეთი assertive რა რაღაცნაირი დამყენებელი მომთხოვნი რაღაც ესეთი ამ აქ საუბარი აგრესიაზე არა უბრალოდ საუბარია რომ შენი თავის და სწორად აყენება შეძლო და არ იყო დაბალი ღობე ასე ვთქვათ რა და აი ამ ნაწილში ყველა ადამიანს სჭირდება სქესის და მიუხედავად რომ შეძლოს თავის პოზიციის დაცვა ეს სამნიშნველო და ამაზე საუბრობს და აქვე ძალიან ძლიერ ბიბლიურ სიბზნეს გვახსენებს რომ დააკაკუნე და გაგიღებენ ეძიებდე და პოვებდე ითხოვე და მოგეცემა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ანუ სამყაროს ასეთი თვალით შევხედოთ და გაიგოს სამყარო რა გინდა ხო გაიგოს სამყარო საბოლოო ჯამში ეს თუ არ იტყვი რა გინდა რომ თქვა რა გინდა ისედაც ძნელია და თუ არ იტყვი და მით უკიდე უფრო ძნელია შემდეგი წესი თუ არ იტყვი არ იფიქრე ფიქრზეც კი არის ზოგს ეშიდია გიდება სამწუხაროდ რომ იფიქროს რა უნდა და ეს აქედან იწყება ჯერ გადაწყვიტე შენ თავს უთხარი რომ რაღაცა გინდა მე ამოთქვი კი ესეთი წესი აქვს შემდეგი მე-11 სკეიტბორდზე მდგარ ბავშვს ხელი არ შეუშალოთ და აქ ნუ რას გულისხმობს არ შეეწინააღმდეგოთ იმას რაც მთლიანობაში არ გესმით რა რისკი იმალება ნაჩქარებ დასკვნებში და როგორ გავაჩეროთ თავი იმპულსური შეფასებებისგან განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე სენსიტიურ თემებს ეხება და ფიქრობთ რომ რეაგირება იმ დროს უფრო აუცილებელია ნუ ამ უფრო ბავშვების პირდაპირ წავალ ახლა ამ საკითხზე რომ ბავშვებს უნდათ რომ ცალი ფეხით უსაფრთხოებაში გონდა ცალი ცოტა გარის ქონ რაღაცაზე აძურენ რაღაცა ითამაშონ ეს ძალიან ნორმალური ანუ ადამიანის ბუნებაში ჩადებული თვისებაა და მივცეთ მათ საშუალება რომ ეს გააკეთონ ხანდახან აი მშობელი ზედმეტად დაფოფინებს ბავშვს ეს არქნა და ამით მას ვასუსტებთ რაღაცა რისკი უნდა აიღოს შეიძლება ხელი მოიტეხოს თქვათ რა ვიცი მაგრამ ხო რაღაც არა საუბარი ჩაჩქანი უნდა დაიხუროს თუ ჩაფხუტი ამავე დროს ის რომ ჩვენ ბავშვებს არ მივცეთ საშუალება რომ ხეზე აძურნენ ან რაღაცა გააკეთონ ეს მათ ასუსტებს იმიტომ რომ ის თვითონ უნდა ეთამაშოს იმ რისკს და ის მოზომოს და ხანდახან ცური წაიმტრიოს ცოტა და რაღაც მაგრამ ამით ის სწავლობს ანუ სამყაროსთან შეხებაში შედის და თუ რისკს არ იღებ ვერც განვითარდები და ეს ბავშვებსაც ეხება და უფროსებსაც ეხება ბიზნესშიც საქმეშიც ანუ რისკის აღების გარეშე არ შეიძლება საუბარია რომ რისკები გავზომოთ შევაფასოთ შევეცადოთ რომ იმ რისკის რასაც ვიღებთ იმის ტოლფასი უკუგება უფრო მეტი იყოს არასაჭირო ნაწილები რისკს მოვაცილოთ მაგრამ ამავე დროს თუ რისკს არ ავიღებთ განვითარება შეუძლებელია და ეს ეხება ადამიანის ნებისმიერ განვითარებას ანუ ნებისმიერი წინსვლა არის ძნელი რაღაცა ძნელის გადაწყვეტა და გაკეთება არის რისკის აღებასთან დაკავშირებული და თუ ამას არ გავაკეთებთ ვერ წავალ წინ ამიტომ მუდამ ცალი ფეხი წესრიგში ცალი ფეხი ქაოსში სულ ეს ქაოსთან იმიდაიანი ხო ამაზეც მე ძაბერს საუბრობს ხო და ბოლო მე-12 წესი ისეთ სათაურით ქუჩაში კატას თუ შეხვდები მოეფერე აქ გულისხმობს პატარა სიხარულებზე ასე თქვით ყურადღების მიპყრობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში რა გვაძლევს ჩვენ ასეთ წვრილმანებში ანუ რა არის ეს ჩვენთვის რატო გვაძლევს ესეთ წვრილმანები ჩვენ სიმშვიდეს აი ცხოვრება არის ძნელი რეალურად და ნუ როგორ შეხედავ რა თქმა უნდა და საბოლოო ჯამში დიდება უფალს რომ ეს გვაჩუქა ეს ცხოვრება და საშუალება განვითარების და გვასწავლა კიდევაც როგორ შეიძლება კარგად ვიცხოვროთ. ამავე დროს გარდაუვალ ცხოვრებაში ბევრ სიზნელებს ვაწყებია თუ იმ წესებით ვიცხოვრებთ რომ
ვერც დავიმალებით, ვერსად ასე ვთქვა და სიზნელები მაინც შეგხვდება, მაგრამ მით უმეტეს თუ რისკებს ვიღებთ და ვძლიერდებით, მე უფრო დიდ სიზნელებს ვიჭიდებით, უფრო მუდმივად ჭიდილში ვართ, მუდმივად. ამ ჭიდილში ჩვენ გვჭირდება რაღაცა ამოსუნ თქვა, ასე ვთქვათ რა. ხა მაგალითისთვის გეტყვით, რომ ძალიან დიდი სიხარული შემთხვევით, მაგალითად, ხა თუთის სეზონია და ხო და თუ თვის ხეზე მოხვდი ხო სასწაული, მაგრამ ძნელი ამას დრო უნდა, ისა ხე არ არის ზოგჯერ რაღაცა და მოკლედ ეს იშვიათი ბედნიერებაა ძალიან, რა ვთქვათ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ რო შეიძლება ჩემთვის მოხდეს და ეს დღეები მახსოვს, როდესაც გადიხართ ამ ყოველდღიურობით, რა თქმა უნდა და ამავე დროს აი დიდი მადლობა ერთი კაცი გავიცანი მურმანშელია ხა და აი მიტინგზე და რაღაცა ცხოვრობ დოლიძეზეო და ხო მე ვთხარი ჩემი დიდი ბები აქ ცხოვრობდა მეთქი და ეზოში გონდა დიდი თუთის ხე მეთქი და ესე მიყვართა თქო და ესეთი თბილი კაცი იყო და მომიტანა თუთა ხო და ისეთი სიამოვნება ეხა ხო აი ეს პატარა სიამოვნები ანუ ცხოველს მოეფერო რაღაცა და ეს პატარა ეს თუთის ჭამა შეიძლება ძალიან ბევრ ცხოვრების ძალას გაძლევდეს ადამიანს, რომელიც მერე ბევრ საქმეს გაგაკეთებინებს და ვის სიამოვნოთ, ასე ვთქვა. თუ ხინი არ შეგიძლია, ხინი აი შრომის მერე არის ხინი, რა ნუ ყოველდღე თუ ზეიმია, ვიქტორ ჰიუმო გვამბობდა, მაშინ ზეიმი აღარ არის რა და აი შრომის მერე პატარა ხინი არის ძალიან დიდი ამბავი რა და დავაფასოთ ეს მომენტები, როცა ჩვენ შეგვიძლია რომ თუ თავჭამოთ მარწყვი ან კატას ან ზალს მოვეფეროთ, ბავშვზე თამაშოთ. ბატონიკა, რო შევაჯამოთ ჩვენ საუბარს და მათ შორის აი ამ წიგნისგან რა უნდა მიიღოს კითხვა, როცა წაიკითხავს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, დიდი წიგნია და უზომოდ ვემადლიერები. აი ძალიან ვემადლიერები, იმიტომ რომ აი თქვენ რა იქნება რა გქონდა. ჩემს რეალურ რაზეც ვილაპარაკე, ყველა ასპექტში გარკვეული ხა ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად, ყველა რაზეც ვილაპარაკე, ჩემ თავში იყო ეს მიგნებები და თითოეულ ამ ასპექტში უფრო წინ წავედი, ასე შემოთქვათ ხა მხებში გასწორებაში ისეთი ვერა ვარ დღემდე ვერ ვისწავლე კარგად და ზურგის პრობლემებიც ხადახად ვებართება. ამავე დროს, ვერაფერში ხა ვერა ვარ დონეზე, ასე ვიტყოდია ჩემთან. ვერავინ ვერ ვარ. ამავე დროს, კმაყოფილი ვარ, რომ თითოეული ამ რჩევის, ყველა რჩევა გავითვალისწინე და რომ შევადარო ჩემს გუშინდელმეს და გუშინწინდელს, ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ბევრად უფრო კარგი შეგრძნება მაქვს ჩემს თავზე, უფრო კარგი ადამიანი მგონია რომ ვარ. ეს არ ნიშნავს რომ რაღაც სრულყოფილებასთან ამდენად მე ახლო ვარ, მაგრამ შედარების სკალაზე მომწონს რომ განვითარებით ვგზნობ თავს და შემეცვალა პრიორიტეტები, ვთქვათ, მატერიალური უფრო გადავიდა, სულიერი უფრო წინ გადმოვიდა და რა ვიცი, აი ესე უკეთესად ვგზნობ თავს, ასე ვიტყოდი. ეს წიგნი კოვიდამდე წავიკითხე, შეიძლება ეს 1998, ისე ბოდიში 2018 ალბათ და იმის მერე რო შევხედო ჩემს პროგრესს, უფრო მანამდე. შეიძლება 2016 იყო. ეს 15-ში გამოიცა ინგლისურად. მაშინ 2016 იქნებოდა, 2016 იქნებოდა და აი ბევრი მომცა და სულ მახსოვს, ისე არ არის ეს წიგნი, ანუ რა თქმა უნდა რაღაცები მიბუნდონდება, მაგრამ ეს პრინციპები მახსოვს და ის მეორე წიგნიც ძალიან კარგია წესრიგის მიღმა, იმიტომ რომ წესები ერთია და მეორე არის ეპიზოდები, როდესაც წესიც უნდა დაარღვიო, აი პარადოქსულია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, ამაზე არ გავაგრძელებ ბევრს. თუმცა აი როდესაც დრაკონულ კანონებს იღებენ და ცდილობენ რომ თავისუფლება ჩაახშონ და ჩაკლან, შეიძლება შეგნებულად რაღაცა დაარღვიო იმისთვის, რომ საბოლოოდ თავისუფლება მოიპოვო და არ დაკარგო. და ეს ტირანიას დამორჩილება, უბედურება. ანუ თუმცა ნებისმიერი წესის დარღვევას კარგი დაფიქრება უნდა, რა მოყვება ის პასუხისმგებლობის აღება და ანუ დიდი ოსტატობის საკითხია, რა ასე ვთქვათ, ასე ვიტყოდი და რას არღვევ და როგორ არღვევ და რა მიზეზით აკეთებ და ამას რაღაც მის გამო აკეთებ მსურვილის გამო თუ თავისუფლებისთვის მართლა ბრძოლისთვის და რაღაც საზოგადო სიკეთისთვის. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. მადლობა. ჩვენ კი ამით დავასრულეთ, გემშვიდობებით, გამოგვიწერეთ ჩვენ YouTube არხზე. ნახვამდის.